ახლა ბიზნეს კონტრაქტი ბიზნეს დაიჯესტით გაგრძელდება, რომელსაც დღეს სალომე მეცხვარიშვილი წარმოგვიდგენს. სალომე, საღამომშვიდობით, ველით რა თქმა უნდა შენგან საინტერესო ინფორმაციას. საღამომშვიდობის ბექა უახლესი ბიზნეს სიახლეებით ვაგრძელებთ ეთერს. 2014 წლიდან დღემდე 300-ზე მეტ კოოპერატივს სტატუსი შეუჩერდა ამის შესახებ. ბიზნეს კონტრაქტს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა განუცხადა. გიორგი მიშელაძის თქმით, სააგენტოს კოოპერატივების მონიტორინგის ფუნქციაც აქვს, შესაბამისად, მონიტორებმა კოოპერატივების საქმიანობაში დარღვევები აღმოაჩინეს. აღმოჩნდა, რომ კოოპერატივების ნაწილი კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა, ან წესდებით ნაკის ბრალდებულებებს არ ასრულებდა. 2016 წლის გლობალური შიმშილის ინდექსის მიხედვით 118 ქვეყნიდან საქართველო მე-16 ადგილზეა. ოქსფამ ჯორჯიას კვლევის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მაჩვენებლები 2008 წლის შემდეგ არ გაუმჯობესებულა, შიმშილის საერთო ქულა საქართველოში 8.2-ია, რაც საკმაოდ დაბალია. ინდექსის 4 კომპონენტიდან ქვეყანას ყველაზე ცუდი ქულა მიენიჭნა 5 წლამდე ბავშვებში სიმაღლეში ჩამორჩენის გამო, რაც არასრულფასოვან კვებასთან პირდაპირ კავშირშია. საყოფაცხოვრებო პროდუქციის მწარმოებელი სკანდინავიური კომპანია იუსკ ჯგუფი საქართველოს რეგიონებში შესვლას აპირებს, როგორც ბიზნეს კონტრაქტს კომპანიაში განუცხადეს, მიმდინარე წელს მაღაზია ბათუმში გაიხსნება. კომპანია წელს უაპირებს თბილისში კიდევ ერთი მაღაზია გახსნას. კომპანიის გეგმაა, რომ საყოფაცხოვრებო პროდუქციის მაღაზიები სხვა რეგიონებშიც გაიხსნას. იუსკი საქართველოში გასული წლის ოქტომბერში შემოვიდა. ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით აუქციონში მონაწილეობა მიიღო 6-მა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 105 მილიონი ლარი, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.5%-ით განისაზღვრა, მაქსიმალური კი 7.8%-ით. გადავხედოთ უცხოეთის სიახლეებს. დონალდ ტრამპმა ინვესტორებს ქვეყნის ინფრასტრუქტურის აღდგენაში $1 ტრილიონი ჩადებისკენ მოუწოდა. ამერიკის პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული პროგრამა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია, თუნდაც იმ კუთხით, რომ ის მილიონობით ამერიკელს ახალ სამუშაოს პოვნაში დაეხმარება. მისივე თქმით, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აღდგენა აუცილებელია, რადგან მოძველებული ინფრასტრუქტურა უკვე დაინგრა. ყაზახეთი 2019 წლიდან ნავთობის იმპორტზე უარის თქმას აპირებს. ყაზახური მედიის ინფორმაციით, მინისტრი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში 3 ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა განახლდება, ნავთობის გადამუშავების მოცულობა 2019 წლიდან 14 მილიონიდან 17 მილიონ ტონამდე გაიზრდება. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყაზახეთმა ნავთობის შემცირების პირობა დადო. შარშან სინგაპურის შემოსავლებმა ტურიზმიდან $25 მილიარდი შეადგინა, შედეგად ტურისტების რაოდენობამ და ამ სექტორიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2016 წელს სინგაპურში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ყველაზე მეტი ფული შარშან სინგაპურში ჩინელმა ტურისტებმა დახარჯეს, მეორე ადგილზე გავიდნენ ინდოელი ტურისტები, მესამეზე კი ინდონეზიელები. ტესლა რუსეთში წარმომადგენლობას გახსნის ელექტრომობილის მწარმოებელი კომპანია მოსკოვსა და პეტერბურგში ოფისისთვის ადგილებს ეძებს. წყაროზე დაყრდნობით წერს რუსული კომერსანტი. ტესლას წარმომადგენელი აღნიშნულ ინფორმაციას არ უარყოფს და განმარტავს, რომ კომპანია ახალ ბაზრებზე დეტალურ ინფორმაციას არ ამჟღავნებს. ბექა დღეისთვის სულ ეს იყო ბიზნეს სიახლეები ეთერში ხვალდაბრუნდება, მანამდე კი უახლესი ამბების გაცნობა ჩვენს ვებგვერდზე ბიზნეს კონტრაქტ ჟიზე შეგიძლიათ. მადლობა სალომე საინტერესო ინფორმაციისთვის. განსაკუთრებით შესაშური ინფორმაცია, რომ სინგაპურში 25 მილიარდი შეადგინა ტურიზმიდან შემოსავლებმა, ამას უსურვებს საქართველოსაც უახლოეს მომავალში. ოპტიმისტურად გამოვიდა. ბიზნეს კონტრაქტი ამით დასრულებულია. შევხვდებით ხვალ ისევ TV პირველზე დროებით.